მოდით ვნახოთ მეგობრებო, როგორი იქნება 2026 წელი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. და პირველ რიგში ვნახოთ, როგორც ჩანს ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, როდის ვნახავთ ამ ინფორმაციას. ვნახოთ წამყვანი ენერგია 2026 წელს კირჩხიბებისთვის, ფინანსური ენერგია ერთი არკანით და სასიყვარულო ურთიერთობების არკანი. უკუღმა არის, მოდით დავიწყოთ წამყვანი ენერგიით და პირველ რიგში ჩემო ძვირფასო კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო, 2026 წელი თქვენთვის იქნება საკმაოდ შრომით ახსოვსე წელიწადი, მაგრამ შრომით არა ნეგატიური გაგებით, არამედ ყველაზე პოზიტიური გაგებით და მოდით ახლა ავხსნი რატომ. პენტაკლების 8-იანი არის არკანი, როდესაც პირველ რიგში ჩვენი შრომა არის ძალიან ნაყოფიერი, როდესაც ჩვენ ვტკბებით შრომის პროცესით, როდესაც ყოველი ჩვენი ქმედებაა ნაყოფიერი ჩვენ სამსახურში, როდესაც ჩვენს რეალობაში არის ფაქტობრივად ორმაგი სტაბილურობა და ორმაგი სიმყარე და ნახეთ, თქვენ თავადაც იქნებით მაქსიმალურად მოტივირებულნი, რაღაც ახალი კარიერაც გელოდებათ დიდი ალბათობით, ან შეიძლება თქვენივე ამჟამინდელ კარიერას მეტად ჩაუღრმავდეთ, ხო? მაგრამ თქვენ ისწავლით პროცესით ტკბობას და რა თქმა უნდა, ყოველი თქვენი ჩადებული ენერგია იქნება მაქსიმალურად ნაყოფიერი. აბსოლუტურად იგივე ეხება შრომას, არა სამსახურეობრივი თვალსაზრისით, არამედ ზოგადი თვალსაზრისითაც, ანუ მუშაობას, შრომას საკუთარ თავზე იქნება ეს, ვარჯიში იქნება ეს თუ რა იქნება, ხო? ფინანსების კუთხით, თასების 6-იანი. თასების 6-იანი ფინანსების კუთხით საკმაოდ კარგი არკანი არის. თუ თქვენ გყავთ შვილები, პირდაპირ ვიტყვი, რომ შვილებში წავა მაქსიმალურად მეტი ენერგიები ფინანსური, თუმცა საკუთარი თავისთვისაც გექნებათ ფინანსური შესაძლებლობები, იმიტომ რომ 6-იანი ზოგადად არის მატერიალური ასპექტების, მატერიალური კეთილდღეობის რიცხვი და პლუს თასების 6-იანი ამ შემთხვევაში მეტყოლებს იმის შესახებ, რომ თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი ფინანსური ენერგია დახარჯოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე, იქნებიან ეს შვილები, ზოგადად ოჯახი და ოჯახის წევრები, მეგობრები, ამხანაგები, შეძლებთ, რომ დატკბეთ თქვენი ფინანსური ენერგიით, ხო? და პრინციპში მიდის აქ თქვენი ფინანსური ენერგია წავა თქვენივე სიამოვნებაში. სასიყვარულო ასპექტით რა გელოდებათ? აქ შეიძლება იყოს შიშის, სხვისი აზრებისა. აქ უკვე ძალიან სხვადასხვანაირად განვითარდება კირჩხიბების რეალობა სასიყვარულო ასპექტებით და პირველ რიგში ვისაც ყავთ პარტნიორი, აქ შესაძლებელია იყოს გარკვეული ისეთი დრამები, სადაც ცოტა შეგეშინდეთ სხვისი აზრების, მაგრამ მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი რეალობა არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და არ უნდა გეშინოდეთ სხვების აზრის. ვისაც არ ყავთ პარტნიორი, აქ რა თქმა უნდა თავს ვერ დავდებ, მაგრამ სავსებით შესაძლებელი არის იპოვოთ თქვენთვის სასურველი ქალბატონი ან მამაკაცი, ხო? გააჩნია, ვისეცებდათ გააჩნია თქვენს გეს. პირადის კუთხით ასევე აქ იგრძნობა მძლავრი დისბალანსი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს ზოგადად. არკანი მეტლე, ეს არის პირდაპირ კირჩხიბების ზოდიაქოს ნიშნის ტაროს არკანი. აქ თქვენ გელოდებათ შინაგანი ზრდა, გელოდებათ ასევე წინსვლა. სხვათა შორის დიდი შანსია ერთი ქალაქიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადახვიდეთ საცხოვრებლად. კარიერული ზრდაც იქნება აქ საკმაოდ ინტენსიური და ნახეთ, აქ თქვენს რეალობაში იქნება ყველაზე ინტენსიური მოძრაობა. ძალიან ინტენსიური მოძრაობა გელოდებათ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი, რა გელოდებათ კირჩხიბებო 2026 წელს. ხმლების რაინდი, გელოდებათ ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაციები, ახალი თვით შემეცნება, ახალ რაღაცეებს ისწავლით.
ახალ რაღაცებს აღმოაჩენ საკუთარ თავში, ახალი ცოდნაც მოდის, ისწავლით ასევე საკუთარი პირადი სივრცის დაცვასაც, უფრო მკვეთრად, უფრო მკაცრად. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვა.